აშშ-ის კონგრესმენი აცხადებს, რომ იუდიასა და სამარიაში მას დასახლებების მცხოვრებლებმა დააკავეს. მაგრამ ვიდეოში, რომელიც მან გაავრცელა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვებულია. სანამ სრული ამბავი გახდებოდა ცნობილი, ასე რომ ეს მართლაც უდანაშაულო ვიზიტი იყო, რომელიც ცუდად დასრულდა. თუ ფრთხილად დაგეგმილი დაპირისპირება, რომელიც ისრაელის პროვოცირებასა და შემდეგი ვირუსული სკანდალის შექმნას ისახავდა მიზნად. მოდით დავიწყოთ. კვლავ მოგესალმებით Judication-ში, JNS TV-ზე. აშშ-ის კონგრესის წევრი როხანა ახალ ამბებშია, რადგან ამტკიცებს, რომ ის დასახლების მცხოვრებლებმა დააკავეს, როცა პალესტინის ავტონომიის ქვეშ მყოფ არაბებს სტუმრობდა. რა თქმა უნდა, მან გააზიარა ვიდეო, რომელიც სიტუაციას არ განმარტავს. მხოლოდ შეიარაღებულ ისრაელელებს ხედავთ. მაგრამ რეალურად რა მოხდა აქ? ისრაელის პოლიციამ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა. ანგარიშის მიხედვით, ადამიანთა ჯგუფმა იუდეასა და სამარიაში გზა გადაკეტა. მოსვლისთანავე პოლიციის ოფიცრები უკვე ადგილზე მყოფ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებს შეუერთდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აქტიურად შეაჩერეს ტურისტული ჯგუფის გადაადგილება, რადგან ისინი შევიდნენ ოფიციალურად გამოცხადებულ დახურულ სამხედრო ზონაში. ისრაელის კანონმდებლობით, სამოქალაქო პირებისთვის ამ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია უსაფრთხოების და დაცვის მიზნით. მოხსენებაზე მისულმა ოფიცრებმა ადგილზე ძალადობა არ დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, საერთოდ არ ყოფილა ძალადობა. ამის ნაცვლად, სამართალდამცავების ყურადღება მიმართული იყო ტურის ორგანიზატორებისკენ. სხეულის კამერით გადაღებული მასალის გადახედვამ ნახედვამ დაადასტურა, რომ ჯგუფის ლიდერი ოფიცრებმა პირდაპირ გააფრთხილეს, რადგან ეს არ იყო მისი პირველი შემთხვევა, როცა დახურული სამხედრო ზონის ბრძანება დაარღვია. მას საბოლოო გაფრთხილება მისცეს, რომ ნებისმიერი მომავალი დარღვევა დაუყოვნებლივ დაპატიმრებას გამოიწვევდა. ტურის მონაწილეებს სამხედრო ბრძანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ისინი თავიანთ გზაზე გაუშვეს. მოდით ეს დავყოთ ნაწილებად. ამერიკის კონგრესმენი არღვევს კანონს, სამართლიანად აჩერებენ და შემდეგ მთელ ინციდენტს თავის სასარგებლოდ ატრიალებს. როგორც პოლიციამ თქვა, ტურის ოპერატორმა იცოდა, რომ ეს დახურული სამხედრო ზონა იყო, მაგრამ მაინც შევიდა და კონგრესმენის თან წაიყვანა. ეხლა არ მაინტერესებს ვინ ხარ. თუ დახურულ სამხედრო ზონაში შედიხარ, უნდა შეგაჩერონ. წარმოიდგინე, რომ კანა დაშავებულიყო ისრაელის თავდაცვის ძალების საბრძოლო სროლებითით ცურთნაზე. მერე ის იტყოდა, რომ ისრაელმა განზრახა მოიღო მიზანში. და ეხლა ეს ამბავი ფართოდ ვრცელდება მედიაში, რადგან ამ ხალხს უყვარს შესაძლებლობები იუდიაში, ებრაელების გაკრიტიკებისთვის. ეს არის რეალობა. კონგრესმენი და მისი დელეგაცია უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს და არანაირი ძალადობა არ ყოფილა. შემდეგ ის გააცილეს. ეს არის კიდევ ერთი ისრაელის მოდულეს მაგალითი, რომელმაც სამწუხაროდ შეძლო და გამოიწვია რეაქცია. არ გამიკვირდება თუ კონგრესმენი განზრახ მივიდა, რომ ებრაელები გაეღიზიანებინა, კანონი დაერღვია და იმედი ჰქონდა, რომ ესეთი რეაქცია იქნებოდა. ეხლა შეგვიძლია ვიკამათოთ, პიარის თვალსაზრისით რა უნდა გაეკეთებინა ან არ გაეკეთებინა ისრაელს. მაგრამ ჩემთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს განზრახ დადგმული სპექტაკლი იყო. New York Post-ის მიხედვით, კაჰანა ისრაელში ჩავიდა და უარი თქვა ყოფილ ისრაელელ მძევლებთან დებთან და 7 ოქტომბრის გადარჩენილებთან შეხვედრაზე. კაჰანა, რომელიც ადრე ისრაელის მხარდაჭერას გამოხატავდა, ბოლო დროს ებრაული სახელმწიფოს მკაცრ კრიტიკოსად იქცა და New York Post-ის მიხედვით, არაერთ სავარაუდოდ ანტისემიტურ ფიგურასთან არის დაკავშირებული. სტრიმერმა ჰასან პაიკერმა X-ზე დაწერა, რომ ორშაბათს კაჰანასთან ისაუბრებდა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. და ვინ არის პაიკერი? პაიკერი ის ადამიანია, რომელმაც ორთოდოქსი ებრაელები იმბრედებად მოიხსენია და თქვა, რომ ჰამასი ისრაელზე 1000-ჯერ უკეთესია. ეხლა ეს მთელი ამბავი სოციალურ მედიაში ძალიან ვრცელდება. რა თქმა უნდა, ეს ისრაელს ცუდად წარმოაჩენს. მაგრამ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ კაცმა განზრახ თავის ჯგუფთან ერთად შევიდა დახურულ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ზონაში. და ეს არის მთავარი. ის ცოტა ხანს დააკითხეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა, ეს ამბავი საერთაშორისო მედიაში გაეტანა. და რა თქმა უნდა, მათ სიხარულით ახვდნენ ამ ყველაფერს. New York Times, CNN და სხვა მედია საშუალებები ამჟამად მთელ მსოფლიოში ავრცელებენ ანტიისრაელურ, ანტიიუდეურ და სამარიის წინააღმდეგ მიმართულ კადრებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფაქტი გვახსოვდეს. ასევე მითხრეს, რომ ხანი განიხილავს 2022 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე კენჭისყრას.
რა უკეთესი გზაა, ასე ვთქვათ, თავისი კანდიდატურის წამოსაწყებად, ვიდრე ისრაელში ჩამოსვლა. იმის ჩვენება, რომ ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხარ და ამ ნეგატიური სურათების მსოფლიოსთვის გავრცელება. ეს ნამდვილად აძლიერებს მის პროგრესულ, ეგრეთ წოდებულ woke ამომრჩეველთა ბაზას კალიფორნიაში, საიდანაც ის არის. მეგობრებო, არ წამოეგოთ ამაზე. ნუ წამოეგებით ანკეზზე. ეს იყო განზრახ, წინასწარ დაგეგმილი კამპანია, რომ შეჭრილიყვნენ დახურულ სამხედრო ზონაში ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. არ წამოეგოთ ამაზე. გავაგრძელოთ. Jewish Breaking News იუწყება, რომ ანტიისრაელურ ბანაკს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ისრაელის უძრავი ქონების ღონისძიებების პროტესტი ადგილობრივ სინაგოგებსა და სხვა ადგილებში. დიდ ბრიტანეთში ეს საკითხი უკვე პარლამენტში გადავიდა და ცდილობენ ისრაელში მიწის შეძენა დანაშაულად გამოაცხადონ. ამ კვირაში ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა დებატი ბრიტანელი მოქალაქეების მიერ იუდეასა და სამარიაში მიწის შეძენასთან დაკავშირებით. ბარონესა ჯენიფერ ჩეპმენმა დარლინგტონიდან წამოიწყო ინიციატივა ასეთი გარიგებების დანაშაულად გამოცხადების შესახებ. ამტკიცებდა, რომ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგალურია. თუმცა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ორი წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და გააკრიტიკა ისინი, ვინც იუდეაში ებრაელების მიერ მიწის შეძენას დანაშაულად მიიჩნევს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო ფრაგმენტი. რას მიიჩნევს ღირსეული ბარონესა ამ წინადადების სასარგებლო მიზნად? გარდა იმისა, რომ ავრცელებს ღრმად ანტისემიტურ შეხედულებას, თითქოს იუდეა და სამარია ებრაელებისგან ეთნიკურად უნდა გაიწმინდოს. გახსოვდეთ, რომ ეს ტერიტორია ოსლოს შეთანხმების განმავლობაში მთლიანად ისრაელის ადმინისტრაციის ქვეშ დარჩა. ბატონებო, ჩვენ არ ვსჭით ბრიტანეთის მოქალაქეებს ქონების შეძენისთვის სადავო ტერიტორიებზე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. რატომ უნდა გამოეყოს დასავლეთ სანაპირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ზომა შეიძლება გავრცელდეს C-ზონაზეც, რომელიც ოსლოს შეთანხმებების მიხედვით სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშაა და ასევე ბრიტანელი ებრაელებისთვის დანაშაულად აქცევს იერუსალიმის ძველი ქალაქის ებრაულ კვარტალში სახლის შეძენას. მას შეიძლება უკითხო პატივცემულ ქალბატონს, განა სადავო ტერიტორიის სტატუსი საბოლოოდ არ არის სახელმწიფოებისასა და საერთაშორისო სამართლის საკითხი და არა ის, რაც უნდა განისაზღვროს შიდა სისხლის სამართლის კანონით, რომელიც ინდივიდუალურ მყიდველებს ეხება. დიახ. აქ თქვენ ნახეთ ლორდი სტიუარტ პოლოკი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი, ასევე ლორდი მარტინ ჯონ კალახანი, იგივე პარტიის კიდევ ერთი წევრი, რომლებიც ისრაელს უჭერდნენ მხარს. ეხლა ეს პოლიტიკოსები დაუჯერებელნი არიან. საიდან მოვიდნენ ისინი? და იმედი მაქვს, აქ ისრაელში ვინმე იცის, რომ ჩვენ იქ დიდ ბრიტანეთში ეს ორი მეგობარი გვყავს. და ეს ორნი ზუსტად სწორად ამბობენ ყველაფერს. ისინი ამხელენ ფარისევლებს, რომლებიც ცდილობენ იუდეიდან ებრაელების ეთნიკურ წმენდას. პოლოკი ამბობს, რომ ეს ქცევა, როცა ამტკიცებენ, რომ ებრაელებს იუდეაში ყოფნა არ შეუძლიათ, ანტისემიტიზმს ავრცელებს. შემდეგ კალაჰანი კითხულობს, რატო უნდა გამოეყონ იუდეაში მცხოვრები ებრაელები, როცა არ ვამბობთ, რომ ბრიტანელებისთვის მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ადგილას ქონების შეძენა არასწორია. შემდეგ ის ხსნის, რომ ამ ლოგიკით ბრიტანელი ებრაელებისთვის დანაშაულად ჩაითვლებოდა იერუსალიმის ძველ ქალაქში ქონების შეძენა. ამ პოლიტიკოსებმა ყველაფერი სწორად გაიგეს. მათ გადაწყვიტეს სიკეთის მხარეს დადგომოდნენ ბოროტების წინააღმდეგ. რა მორალური სიცხადე აქვთ ამ ადამიანებს? მართლა უნდა დავპატიჟოთ ისინი ისრაელში და რაიმე მედალი გადავცეთ. არ ვიცი, მაგრამ ეს უბრალოდ გაჩვენებს, რომ ყველა ჩვენზე არ არის განწყობილი სიძულვილით. ჩვენ ნამდვილად გვყავს მორალურად და ლოგიკურად სწორი მეგობრები, რომლებიც ყველაფერს სწორად აღიქვამენ. დიდი მადლობა გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიულ პარტიას, რომ ამ საკითხში ისტორიის სწორ მხარეს დგანან. სამწუხაროდ, ევროპიდან კიდევ ერთი ახალი ამბავია. ირლანდიის პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ისრაელის თემებში, იუდეასა და სამარიაში და იერუსალიმის ნაწილებში წარმოებული საქონლის იმპორტს, რაც ევროპული ქვეყნის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ყველაზე შორს მიმავალ სავაჭრო ზომას წარმოადგენს. ასე წოდებული ისრაელის დასახლებების კანონ პროექტი კრძალავს იმპორტს ისრაელის საცხოვრებელი, სასოფლო-სამეურნეო და კომერციული საწარმოებიდან, რომლებიც ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ მდებარეობს. ცენტრისტულ მემარჯვენე კოალიციურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ეს კანონმდებლობა 2024 წლის საკონსულტაციო მოსაზრების საპასუხოდ შეიქმნა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო მოსაზრებაში, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელის ყოფნა იუდეაში და სამარიაში, ასევე აღმოსავლეთ იერუსალიმში და ღაზღაზაში, საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგალურია. ირლანდია ისრაელის ყველაზე ხმამაღალ ევროპელ კრიტიკოსებს შორისაა 7 ოქტომბრის ჰამასის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. დუბლინმა 2024 წელს აღიარა ეგრეთ წოდებულ პალესტინის სახელმწიფო, რის შემდეგაც ისრაელმა დახურა თავისი საელჩო ირლანდიის დედაქალაქში. ივნისში ირლანდია აკრძალა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირისა და ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის ქვეყანაში შესვლა. მოლოდინია, რომ ამ ზომას პირდაპირი ეკონომიკური გავლენა შეზღუდული ექნება.
თუმცა ეს კანონმდებლობა მაინც უფრო ფართო დიპლომატიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ირლანდია ხდება პირველი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ყოვლის მომცველი იმპორტის აკრძალა, რომელიც კონკრეტულად ისრაელის იუდეასა და სამარიაში მდებარე თემებს ამიზნებს. ისრაელი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამ კანონმდებლობას მთელი მისი განხილვის განმავლობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ადრე ამ ზომას ანტისემიტური უწოდა და გააფრთხილა, რომ ირლანდია ფასს გადაიხდის, თუ ეს კანონი ძალაში შევა. მან განაცხადა, რომ ეს უსამართლოდ მიზანში იღებს ისრაელის თემებს. მოკლედ, აი რა მოხდა. ირლანდია არ შემოიტანს ებრაელების მიერ წარმოებულ საქონელს მათი ადგილმდებარეობის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ებრაელი ხარ და ცხოვრობ იერუსალიმის ძველ ქალაქში, რომელიც იუდაიზმისთვის მსოფლიოში ყველაზე წმინდა ქალაქია და რომლის ებრაული ფესვები 2500 წლის წინ იწყება და ირლანდია ბოიკოტს გიცხადებს. თუ ებრაულ ხებრონში ატარმოებს საქონელს, სადაც ჩვენი წინაპრები არიან დაკრძალული და ირლანდია ბოიკოტს გიცხადებს, როგორც ჩანს, იერუსალიმის ძველი ქალაქის არაბებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა ირლანდიაში. ასე რომ თუ ეს მართლაც მიწის დავა იქნებოდა, რაც ასე არ არის. არ იქნებოდა უფრო ლოგიკური, რომ ამ რეგიონში წარმოებული ყველა პროდუქტის ყიდვა შეწყვეტილიყო მანამ, სანამ ყველაფერი არ დაალაგდებოდა. არა, ისინი ამას არ აკეთებენ. ისინი მიზანმიმართულად ებრაულ კომპანიებს უმიზნებენ და ამბობენ, რომ ებრაელებს არ აქვთ უფლება იცხოვრონ გარკვეულ ტერიტორიებზე, მათი ეთნიკური წარმომავლობის ან რწმენის გამო. და ამას რა ქვია? ამას დისკრიმინაცია ქვია. ირლანდია თითქოს ზრუნავს არაბების ან მუსლიმების უფლებებზე, მაგრამ რა გაუკეთებიათ მათ არაბების ან მუსლიმების დასაცავად სხვა რომელიმე ქვეყანაში? და რატო არიან ისინი ჩუმად, სხვა ნებისმიერ სავარაუდო ტერიტორიულ კონფლიქტებზე მსოფლიოში? ისინი მხოლოდ მაშინ იწყებენ კანონმდებლობის მიღებას, როცა ებრაელებები ან ისრაელი არის ამ ამბის ნაწილი. სხვათა შორის, ეს კანონმდებლობა რეალურად დააზარალებს არაბებს, რომლებიც მუშაობენ ებრაულ კომპანიებში, იუდეასა და სამარიაში, რადგან ეს კომპანიები აიკრძალება. ასე რომ, ნუ მეტყვით, რომ ეს ნაბიჯი რაიმე ფორმით არაბებს ან მუსლიმებს აძლევს სარგებელს. ირლანდია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკაცრად მკვეთრად ანტიისრაელური იყო. მათ გამოიყენეს 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტა, რომელიც ებრაელების წინააღმდეგ განხორციელდა, რათა თავად ებრაელები გაემიზნათ და ამაზე ვამბობ, სირცხვილი. გავაგრძელოთ, Palestinian Media Watch შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ისრაელის არაბი ტერორისტი მაჰერ იუნისი და მისი ბიძაშვილი ქარიმი 1980 წელს ისრაელის ჯარისკაც ავრაამ ბრომბერგს შებულების დროს გაიტაცეს, ცივსისხლიანად თავში ესროლეს და გზის პირას სასიკვდილოდ მიატოვეს. ორივე ტერორისტი მკვლელი 2023 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც 40 წელი გაატარეს ციხეში. აი რატომ არის ეს ინფორმაცია ამ კვირისთვის მნიშვნელოვანი? მაჰერ იუნისი, ტერორისტი, რომელიც პასუხისმგებელია ამაზე, ამ კვირაში გარდაიცვალა. და რით იყო დაკავებული პალესტინის ავტონომია? ამ მკვლელის გმირად წარმოჩენილი. PMW-ის მიხედვით, პალესტინის ავტონომიისა და ფათახის მაღალი თანამდებობის პირებმა მკვლელი ასე წარმოაჩინეს. დიდი ეროვნული ლიდერი, სიმბოლო, მებრძოლი და მომავალი პალესტინელი თაობებისთვის მისაბაძი მაგალითი, ამავდროულად წარმოაჩინეს როგორც ისრაელის მსხვერპლი. ფათაჰის ცენტრალური კომიტეტის დივანმა ჯიბრილ რაჯუბმა განაცხადა, როდესაც ვემშვიდობები ამ დიდ ეროვნულ ფიგურას, სიამაყეთა და დიდი დაფასებით ვიხსენებ მის ღირსეულ მებრძოლურ გზას. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. პირველ რიგში უსამძიმრებთ მთელ ჩვენს პალესტინელ ხალხს, ყველა მის ფრაქციას. ეს ჩვენთვის, როგორც პალესტინელებისთვის, ძალიან მტკივნეულია. ფაქტობრივად, ჩვენ ვკარგავთ ოჯახის ერთ-ერთ საყრდეს ციხეებში და ეს ნიშნავს ბევრს მთელ ჩვენს პალესტინელ ხალხისთვის. მაგრამ ეს წლები და ეს საამაყო ისტორია დარჩება თაობების მეხსიერებაში, რადგან ეს მებრძოლი, მაჰერ იუნისი, სამუდამოდ დარჩება უკვდავად პალესტინელი ხალხის ბრძოლის ყველა ისტორიაში, ყველა გმირობაში. თუმცა მისი მებრძოლური მემკვიდრეობა პალესტინელთა ცნობიერებაში ცოცხლად რჩება 4-10 წლეულის მოთმინებისა და სიმტკიცის მოთმობად. აი ესეა. Palestinian Media Watch-მა დაასახელა დაახლოებით 12 პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი და ოფიციალური პირი, რომლებმაც ამ კვირაში ამ საზიზღარი ტერორისტის ხსოვნას ქება შეასხეს. მაგრამ ეს სინამდვილეში არავის უნდა გაუკვირდეს. პალესტინის ადმინისტრაცია ტერორისტებსა და მათ ოჯახებს ებრაელების მკვლელობისთვის უხდის ფულს. პალესტინის ადმინისტრაციის მედია და საგანმანათლებლო სისტემა ყოველდღიურად აღვიებს ძალადობას. ასე წოდებულ მოწამეებს გმირებად მიიჩნევენ. მაგრამ ირლანდია, რა თქმა უნდა, ჩუმადაა. ევროკავშირი ჩუმადაა. დიდი ბრიტანეთიც ჩუმადაა. უნდა თქვა, რომ უმრავლესობა ჩუმადაა, როგორც ადრე ვახსენე, ის ორი შესანიშნავი ბრიტანელი პოლიტიკოსი. მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მსოფლიო ტერორისტების ქებას უგულებელ ყოფს. ისრაელი იცის რა ხდება, მაგრამ როგორაც პალესტინის ავტონომია მაინც არსებობს. ვერ ხვდები, რატომ არის ასე.
ჩვენ ვცადეთ ოსლოს შეთანხმება, ვცადეთ მიწამშვიდობის სანაცვლოდ და ეს ყველაფერი საშინლად ჩავარდა. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ებრაელები მოკლეს იერუსალიმის, თელ-ავივისა და ნეთანიას ქუჩებში. შეიძლება, უბრალოდ შეიძლება, ერთ დღეს საკმარისი გამბედაობა გვექნება, ვთქვათ რომ საკმარისია. გავაგრძელებ და მინდა ერთი მცდარი წარმოდგენა გავაქართყლო იუდეასა და სამარიაში ცხოვრებაზე. ბევრ ადამიანს ამ ქვეყნის ამ ნაწილის მცხოვრებლებზე გარკვეული წარმოდგენა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი თემები შედგება ეროვნული რელიგიური ადამიანებისგან, კაცებისგან, რომლებიც კიპას ატარებენ, ქალებისგან, რომლებიც თმას იფარებენ და კიდევ ბევრისგან. ეხლა, რადგან ჩემი თავიც დაფარულია, შეიძლება მე არ ვიყო საუკეთესო ადამიანი ამ მცდარი წარმოდგენების გასაბათილებლად, მაგრამ სინამდვილეში იუდეა და სამარია ძალიან მრავალფეროვანია. აქ არის უბნები ულტრაორთოდოქსი მცხოვრებლებით, სხვები ეროვნული რელიგიური მოსახლეობით და დიახ, ასევე არის თემები, რომლებიც შედეჯით შედგება სეკულარული ისრაელებისგან, ან შერეული ორთოდოქსი და სეკულარული ისრაელებისგან. და ეს მაყავს შემდეგ საკითხზე. პირველად, 1980-იანი წლების შემდეგ, ახალი თემი, რომელიც მიმართულია სეკულარული მოსახლეობისკენ, უნდა დაარსდეს დასავლეთ ბინიამინში. ბინიამინის რეგიონული საბჭო ამჟამად ავითარებს გეგმებს ახალი თემის, ნატოფის, დასაარსებლად მათი საბჭოს დასავლეთ ნაწილში. ინიციატივა ასახავს ეროვნულ ხედვას ისრაელის მიწის განვითარების შესახებ ყველასთვის, სეკულარულებისთვის, რელიგიურებისთვის და ჰარედებისთვის, ანუ ულტრაორთოდოქსებისთვის. ბინიამინის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა და იეშუას საბჭოს თავმჯდომარემ ისრაელ განცმა განაცხადა: ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდებთ საფუძვლებს ნატოფისთვის და ვიწვევთ ოჯახებს მიიღონ მონაწილეობა პიონერული დამფუძნებელი თემის შექმნაში, რომელიც უხელმძღვანელებს ახალ ქალაქს. ნატოფის საბჭოს უფრო ფართო გეგმის ნაწილია ბინიამინში, რომლის მიხედვითაც 6 ახალი დასახლების შექმნა იგეგმება უკვე ამ ზაფხულს. მართლა შესანიშნავი ამბავია. და როგორც თქვი, ეს არის პირველი შემთხვევა 1980-იანი წლების შემდეგ, როდესაც ახალი დასახლება სპეციალურად სეკულარული ოჯახებისთვის იქმნება. ნატოფი იგეგმება ნეილისა და ნაალეს დასახლებებთან ახლოს, ცენტრალური ისრაელიდან მანქანით ცოტა სავალზე. ასე რომ დროა გავიგოთ, რომ იუდეაში მცხოვრები ებრაელები ერთგვაროვანი ჯგუფი არ არიან, მიუხედავად იმისა, რასაც შეიძლება მეინსტრიმ მედიაში ხედავდეთ. ჩვენი თემები ყველა ისრაელის მიმართ შემწყნარებლურია. თუ აქ გადმოსვლას ფიქრობთ, გირჩევთ, მოძებნოთ ისეთი თემი, რომელიც თქვენთვის შესაფერისი იქნება. მაგრამ მოდით დავანგრიოთ სტერეოტიპები, რადგან ისინი უბრალოდ არასწორია და მათ იხენებენ იმისთვის, რომ ჩვენზე უარყოფითი წარმოდგენა შექმნა. გავაგრძელოთ. ამ კვირაში კიდევ ერთი კარგი ამბავია. ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა 27 მილიონი შეკელის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს იუდეასა და სამარიაში სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას, დაგეგმვის ბარიერების მოხსნითა და მშენებლობის გრანტების გამოყოფით. ეს ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით. ტურიზმის მინისტრ ხაიმ კაცის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროგრამა მოიცავს 7 მილიონ შეკელს პროექტების კანონით განსაზღვრული დაგეგმვის ხელშეწყობისთვის 2026-2030 წლებში. ამასთან ერთად 20 მილიონი შეკელი გრანტების სახით გამოიყოფა სასტუმროების მშენებლობის, გაფართოების და გადაკეთების მხარდასაჭერად. კაცმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს ებრაული სახელმწიფოს ბიბლიური ცენტრის ტურისტული პოტენციალის გახსნას. ინიციატივის მიზანია სასტუმრო ოთახების რაოდენობის გაზრდა, ერთდღიანი ვიზიტების ნაცვლად, ღამისთევების სახალისება და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თელ რეგიონში არის რამდენიმე საოჯახო სასტუმროები ან Airbnb-ზე გასაქირავებელი საცხოვრებლები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რეგიონში სასტუმროების არჩევანი ძალიან მცირეა. ასე რომ, ეს შესანიშნავი ამბავია ტურიზმის სექტორისთვის. ამ დრომდე, ძირითადად, აქ მხოლოდ ერთდღიანი მოგზაურობისთვის მოდიოდით და შემდეგ ბრუნდებოდით თქვენ სასტუმროში იერუსალიმში ან თელ-ავივში. ასე რომ, იმედია, ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში ხალხი დაიწყებს ღამის გათევას იუდეასა და სამარიაში. ეს ასევე მისცემს მათ შესაძლებლობას მოინახულონ მეტი ადგილი, უკეთ გაეცნონ ამ რეგიონს და რა თქმა უნდა, მეტი ფული დახარჯონ ადგილობრივი ბიზნესების პროდუქციასა და სერვისებზე. ეს გეგმა ყველასთვის მომგებიანია. გავაგრძელოთ და გადავხედოთ ყოველდღიურ, უпростоრად კი ღამის ისრაელის თავდაცვის ძალების საქმიანობას, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისრაელში. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა სამშაბათ ღამით იუდეასა და სამარიაში 20 ძებნილი ტერორისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვას აპირებდნენ, იარაღით მოვაჭრე, არალეგალური შესვლის ორგანიზებაში ეჭმიტანილი და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ეჭმიტანილები. ჯარისკაცებმა ასევე დაასრულეს საჰაერო ოპერაცია მენაშეს ბრიგადის ტერიტორიაზე. ოპერაციის დროს ჯარისკაცებმა ჯენინის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ნაგებობა გაჩხრიკეს. იმავე ღამეს, ხებრონში სროლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა 5 ეჭვმიტანილი დააკავეს და იუდეის ბრიგადის ტერიტორიაზე დამატებითი ეჭვმიტანილები დაკითხეს.
თულქარემის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე პალესტინის ავტონომიის კონტროლქვეშაა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა და ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებმა 4 ჰამასისთან დაკავშირებული ეჭვმიტანილი დააკავეს. ასევე კიდევ ერთი ძებნილი ეჭვმიტანილი ტერორიზმის საქეზებაში ეჭვის საფუძველზე, ფუნდუკის რაიონში. და მოდი გავიხსენოთ, ეს იყო უბრალოდ ერთი შემთხვევითი ღამე, რომლის გაზიარებაც თქვენთან გადავწყვიტე. ასეთი მოვლენები და ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციები ყოველ ღამეს ხდება. მადლობას უხდი ისრაელის თავდაცვის ძალების, მამაც მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც უშიშრად, დიდების გარეშე, ღამის შუაგულში ატარებენ ამ ოპერაციებს, რათა დანარჩენმა ისრაელმა მშვიდად შეძლოს ძილი. და ამით დავასრულებთ ამ კვირის Judacation-ს. Madloba trans producer Barba Khamanovs, engineer Aaron Wagelenters, Zach Sikermans, Ryan Lipschitz, Sadguris manager Yuri Sweretskis და video redaktor Olga Senatovs. ჩემი სახელია Josh Hayseni, JNS News-ის კორესპონდენტი. ეს იყო კიდევ ერთი გამოშვება Judacation-ის JNS TV-ზე. აუცილებლად დაათვალიერეთ ყველა შესანიშნავი კონტენტი, რომელსაც JNS TV გთავაზობთ. გამოგვიგზავნეთ სუპერ მადლობა. გამოიწერეთ არხი და ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შეხვედრამდე მომავალ კვირას Judacation-ზე, მხოლოდ JNS TV-ზე.